აი მაგალითად ბანდიტები. მათაც ხომ აქვთ თავიანთი ურთიერთობის წესები, ხომ ასეა? დიახ, ისინი იქ ერთმანეთს სცემენ, კლავენ, მაგრამ ამასთან ერთად აქვთ გარკვეული წესები. და ამ წესებში მაგალითად ჩამოყალიბებულია ამ წესების რიტუალები. ეს ჩვენ ვუწოდებთ სამართალს. ანუ სამართალამდე არსებობდა რიტუალები, რომლებიც შემდეგ არ დაიქნა სამართლად კონკრეტული მეცნიერების, დოკუმენტების სახით. მე ვარ იურისტი, ანუ სამართლის დოკუმენტების და ასე შემდეგის სახით. ანუ ბანდიტები ერთმანეთს ებრძვიან. მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს, რომ ისინი ყოველდღე ერთმანეთს ესვრიან. ეს ნიშნავს, რომ ისინი შეთანხმდებიან. ერთმანეთს ესროლეს, დასხდნენ, გაითვალისწინეს დანაკარგები, გაითვალისწინეს რა შეეძლო ერთს, რა შეეძლო მეორეს, ბანდასთან შეთანხმდნენ, ქუჩის ამ მხარეს, შენ ძარცვო, აკრებ ხარკს, ამ მხარეს, მე ვძარცვო, ვაგროვებ ხარკს, ვაგროვებ დახლები და მორჩა, ომი დასრულდა. შემდეგ წინააღმდეგობები დაკრავდა. ვიღაცამ მათგან გადაწყვიტა, რომ უკვე მაგარია, მას უკვე არა 500, არამედ 1000 ბანდიტი ჰყავს. და ისევ. ან მეორე გაამაგრდა. ან მეორე გაამაგრდა. ისევ ომი, რომლის შემდეგაც ისევ შეთანხმდნენ. აი პრინციპში ასე მუშაობს კაცობრიობის მექანიზმი. უბრალოდ ამას ახლა სამართალი ჰქვია. ანუ მსოფლიო ომი შეთანხმდნენ.